მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. დღეს გვინდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაიარა იმ ბრწყინვალე დღეებმა, რომელიც ერთად გავატარეთ ბელარუსში. გოგას ყველაზე კარგად ახსოვს იქ რა ფასები იყო, როგორ იყო, რა იყო და მოკლედ რაღაცა კითხვები გვაქვს დაგროვილი. უბრალოდ თვითონ ჩამომიწერა თეზისები, რა უნდა შევეკითხო და ეხლა შევეკითხო კი არა, რა შეიძლება აინტერესებდეს მაყურებელს, თორე რა უნდა შევეკითხო. ვიჭებო, რა ვიცი, მოკლედ გეტყვით იმას, რომ დარწმუნებული ვარ უკვე ნახეთ ფილმი ჩვენი ბელარუსში მეორე ვიზიტისა და მეორე ნადირობისა და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაყურებელს ნანახი აქვს ჩვენი პირველი ფილმი ბაძზე ნადირობა, პრინციპში რითიც გავხსენით არხი მე და შენ. მე არ მგონია რომ ყველას ქონდეს ნანახი ხალხო და მაინც ყოველ შემთხვევაში მიგითითებთ ამ ვიდეოში როგორ შეიძლება რომ ამ ვიდეოზე გადახვიდეთ. ძალიან საინტერესო არის, მე ვიცი რომ საქართველოში ძალიან ბევრ ჩვენთაგანს უყვარს წყამსურავზე ნადირობა, იხვიბათ ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საყვარელი სანადირო ობიექტი არის და ვისაც ნანახი გაქვს, კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალი, ვისაც ნანახი არ გაქვს, კი ნამდვილად გირჩევთ რომ უყუროთ ამ ფილმს, როგორ მინადირეთ მე და მარლენმა ბელარუსში ბატზე. და რატო არის ეს ფილმი კიდე საინტერესო ხალხო თქვენთვის, იმიტომ რომ თუ ინტერესდებით ახლა ამ ფორმატის გადაცემით, თუ ამ გადაცემის ფორმატით, იქაც გქონდა ჩვენ საუბრები ფასებზე. და დღესაც ფასებზე ვილაპარაკებთ, ხვდებით რომ ძალიან გაინტერესებთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოებში თქვენ გვიკომენტარებდით, რომ ხალხო, აბა როგორ შეიძლება იქ მოხვდეთ, რანაირად და ასე შემდეგ, მაგაზე ყველაფერზე ვილაპარაკებთ დღეს. გოგა, ბატონო ჩემო. ჩავიხედოთ იმაში? დავთარში ჩავიხედოთ, ხო. ფასები, ღირებულება, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხალხს აინტერესებს. ლოგიკურიც არის, რომ ადამიანს, რომელსაც არ ქონია თქვა გასვლა, აინტერესებს, რომ მოინდომოს გასვლა და ნადირობა საზღვარგარეთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბელარუსში, თქვა ლოსზე, რა დაუჯდება, როგორ და რანაირად. მოდი გეტყვით ესეთ რამეს რა, რომ ოდნავ, სულ ოდნავ უფრო გაძვირებული დაგვხვდა ბელარუსი, ვიდრე შარშან და ნუ ეს ალბათ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყველგან არის ინფლაცია, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ბელარუსად შეეხო, თუმცა არაფერი განსაკუთრებული. ძალიან რთული საპროგნოზო არის წინასწარ, მაგალითად თვითმფრინავის ბილეთი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში საბოლოო თანხას რო გეტყვით ღირებულებაში შედის. პლუს მინუს ალბათ შეიძლება ნუ რამდენი იყოს 50 евро, არ ამგონია რომ ბელავიამ უფრო მეტი გააძვიროს, თუმცა ბელავიას ცენზურა არის, თორე ვიტყოდი რა ვფიქრობ მაგ კომპანიაზე რა. სულ რაღაც სურპრიზებს გვახვედრებს თუ გახსოვთ. წინა ჯერზე როცა ვიყავით ერთი წლის წინ თითქმის, მაშინ სურპრიზი დაგვახვედრეს რაღაც იარაღის გადატანა გადმოტანაზე, თურმე ცალკე უნდა კიდე გადაგეხადა. 15 ევროთი ზედმეტი გადაგვახტევინეს, რაც არ ქონდათ გაწერილი და არ ვიცოდით. ეს მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ბელავიას ოფისში მისული და წინასწარ გავიარეთ კონსულტაცია, როგორც მოწესრიგებულმა ხალხმა, მაგრამ არც ამან არ გვიშველა. მაგრამ ამ ჯერზე ეგ პრობლემა მოგვარებული ქონდათ, მაგრამ დამატებით კიდე რაღაც გადასახადი დაწესდა და ნაწილს ჩვენთაგანს ვისაც იარაღის წაღება უნდა და ამ პრობლემას შეიჯახნენ. მე პირადად წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე ჭკუა ვიხმარე და ჩემი იარაღით არ წავედი. თუმცა მოდი ესე ვთქვათ რა, რომ ნამდვილად ყოველთვის ჯობია ადამიანს თუ გაქვს საშუალება და ნერვები, რიგწილად ნერვები, მაინც შენი იარაღით წახვიდე, რომელიც მოჯენილია და შენია რა, რასაც ქვია. მით უმეტეს, როდესაც ბაძზე მიდიხარ. ჩვენმა მეგობარმა გითხრა კიდევაც, თქვენ კაი ხალხო, თუ იცოდით, თუ ეგეთი ამბავი იყო და ეგეთი პრობლემები იყო ამ იარაღზე, გეთქვა თუ არც მე არ წამოვიღებდიო და ჩვენ ხო იცით პასუხად რა უთხარით. გამოიწერეთ არხი, უყურეთ ჩვენ გადაცემებს. და გეცოდინებათ რა, როგორ და რანაირად. კარგით, რო დაუბრუნდეთ ახლა ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს, შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, რომ საშუალო მაქსიმუმი, რაც თქვენი იარაღის წაღება დაგიჯდებათ, არის 150-დან 200 დოლარის ფარგლებში, ნუ ევროებში რო გადაიყვანოთ, შესაბამისი კურსით. გააჩნია რამდენი ტყვია წამალი მიგაქვთ, რა იარაღი არის, 1 ლულით მიდიხართ, 2 ლულით მიდიხართ. მოკლედ, თუ თქვენი იარაღი წასვლას გადაწყვიტავთ, უნდა გქონდეთ გადადებული ამ საქმისთვის 150-დან 200 დოლარამდე.
ну საშუალოდ ესე ვთქვათ 170-180 евро რა. გოგა ბოდიში მოდი აქვე ჩავა მატოთ კიდე ის ინფორმაცია რომ გლუვი ლულის გარდა ასევე ხრახნიანიც შეიძლება რომ წაიღო ხო? ხო ესე იყო. ხრახნიანი შეიძლება რომ წაიღო და წამოღებული ქონდათ ანუ არსებობს რიგი ქვეყნები, სადაც მაგალითად ვერ მიგაქვს ან გლუვი, ან გლუვი ევროპაში სწორად მახსოვს სხვა ქვეყნებში რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის გლუვი საერთოდ ვერ მიგაქვს და ხრახნიანზეც ნახევრად ავტომატური ვერ მიგაქვს. არა, ნახევრად ავტომატური ვერ მიგაქვს. ბოლტ-ექშენი. მარტო ბოლტ-ექშენი უნდა იყოს. მარტო ბოლტ-ექშენი მიგაქვს. ჩემთვის გაუგებარი არის, აი რა ვიცი. არის რაღაც წესები ევროპაში, რომელიც ჩემთვის მიუღებელთან ერთად გაუგებარიც არის და ალბათ იმიტომ არის მიუღებელი, რომ გაუგებარი არის. გოგა, მაყურებელს შევახსენოთ კონკრეტულად ლოსის ფასი. შეგვიძლია ვთქვათ? აი ერთი ლოსი რაღით და სიტყვა. მოდი ესე გეტყვი რა, სიგალეტკა, რასაც ეძახიან, ანუ წლოვანი, ახალგაზრდა ეგზემპლარი, მოსანადირებელი, იწყება 250-300 ევროს ფარგლებში არის და არა სატროფეომდე ადის წონიდან და სქესიდან გამომდინარე, მოკლედ 250-დან 600, 550, 600 ევრომდე. აი ძალიან დიდი რქებით რომ ყოფილიყო. აი ძალიან დიდი რქებით რომ ყოფილიყო, ეგ იწყება უკვე 550-დან და ადის სადღაც 800-900 ევროს უკაკუნებს და 1000 ევროსაც შეიძლება გააჩნია რამხელარქები იქნება, რა, იქიდან გამომდინარე, მაგრამ აი საშუალოდ ჩვენ რაც მოვინადირეთ და ის რაც ყავთ რეალურად ყველაზე მეტი ყავთ რა თქმა უნდა სატროფეო ეგზემპლარებიც, მაგრამ ის არის ერთეულები და აღწერილები აქვს და ნუ იციან რომ აი თქვათ მეურნეობაში არის 2 ან 3 სატროფეო, რომელიც უკაკუნებს 1000 ევროს, 1200 ევროს და თუ გინდა რომ გამოვა მოინადირებ. თუ არა და საშუალოდ ადამიანმა გათვლა უნდა იქონიო რომ 400-დან 500 ევრომდე დაგიჯდება ერთი ლოსი. აი ეგეთი ვარაუდით უნდა წახვიდე. შენი თვალსაზრისით, რამდენად მისაღებია თუ არა ეს ფასი რა? ამ ხელა ცხოველისთვის მე მგონი მიუღებელი არაფერი არ არის. ანუ ჩვენ ფულზე რო გადმოვიყვანოთ, ეგ არის დაახლოებით 1500-1600 ლარი საშუალო. არც კი ნაკლები რა, იმიტომ რომ 250 და 300. აი ნახე ხა სიგალეტკა რომ მოინადირო, ან თუნდაც წლინახევრის ან 2 წლის, ნუ წონიდან და ყველა სქესიდან და ყველაფრიდან გამომდინარე პატარა რქებით რაღაც აქეთ-იქით შეიძლება 350-400 ევროში თავისუფლად ჩაეტიო რა და უმრავლესობა მოსანადირებელი ობიექტებისა ამ საფასო კატეგორიაში არის რა, ამიტომ 500 ევროს საშუალოდ არ უნდა ააცილო მე რომ მკითხო. თან პლუს ნახერაში არის მალე საქმე, აქ შეგიძლია დაითვალო როგორც ინდივიდუალურად ადამიანზე, მაგრამ უკეთესია დაითვალო ჯგუფურზე. აი კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით 11 მონადირე. მოვინადირეთ 5 ლოსი და 1 შველი რა და ჯამურად მთელი ჩვენი ეს წასვლა, წამოსვლა თავისი ავიობილეთებით, იარაღის გადატანით, კვებით, იაგერის მომსახურებით, ცხოვრებით, ანუ ჯამურად დაჯდა სადღაც 900 ევროს ფარგლებში. თავისი მონადირებული 5 ლოსით და შველით. ძალიან საინტერესოა. ანუ მარტო ადამიანი რო წახვიდა გაცილებით უფრო ძვირი გიჯდება. 2-3-იც კარგად გიჯდება. ჯობია რომ ჯგუფი შეიკრას, ალბათ 5-6 კაცი საშუალო მინიმუმი არის, მე რომ მკითხო რა. ოპტიმალური არის ალბათ 8-10 კაციანი ჯგუფი და თუ მანდამაინც გათვლა გაქვთ იმაზე რომ ყველა მინადიროს და ყველამ თითო მოკლას, ну მაშინ საშუალო ღირებულება ავა სადღაც 1200 ევროს მიუკაკუნებს, აი 1200 ევროს ფარგლებში იქნება და ნუ ადამიანის არჩევანზე არის. ხა ჩვენ სანადიროთ რომ მივდივართ თქვა 10-12 კაცი და კვდება 1 ან 2 ობიექტი, ანუ ყველანი შეგვევებულები ვართ რომ ხარჯს თანაბრად ვინაწილეთ, გზავრობა, ყვება, როგორც არის რა ეს მონადირული წესი, მაგრამ ხო შენთან ხო არ გამოვა ყველაფერი ნომერში. და ასევე მონადირებულიც თანაბრადვე იყოფა ხალხო, ესეც ცალსახად მნიშვნელოვანია. თავისთავად, რა თქმა უნდა. ტროფეის გარდა, ტროფეი არ იყოფა. თროფეი ეკუთვნის მომნადირებელს. იმ ადამიანს წაიღებს, ისიც მისი არჩევანი არის. შეიძლება არ უნდოდეს დამატებითი ხარჯი არის, ხა იქ რქების დამუშავება, წამოღება, ნებართვის გაცემა, ეგ კიდე ცალკე რუსული სიტყვა რო ვიხმაროთ, ვალაკიტა არის, ანუ აუტკივარი თავის ატკივება არის, მაგრამ თუ ნამდვილად ღირს ეს რქები ამათ, რამდენადაც მე მახსოვს რომ ვესაუბრე იმ ადამიანს, სადღაც 250-300 ევროს ფარგლებში დაგიჯდებათ ეს სიამოვნება.
თქვენივე ქების ტრანსპორტირებით, დოკუმენტებით, ჩამოტანით და სახში კედელზე დაკიდებით ბუხრის თავს. მოდი ახლა ისიც ვთქვათ, ვინ დაგვიორგანიზა ეს ყველაფერი და რამდენად კმაყოფილები დავრჩით რა ამ ორგანიზებით. ანუ კარგად გამოუვიდა ამ ადამიანს ორგანიზება თუ არა სიტყვაზე. ისურვებდი რამე, დანაკლისი იყო რამე თუ მაგ ადამიანს მამუკა შილაკაძეზე არის ლაპარაკი და მოდი კიდევ ერთხელ ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა უთხრათ მამუკას, იმიტომ რომ ძალიან გულით იყო გაკეთებული, ძალიან სკულპტურულად იყო ყველა დეტალი გათვლილი. ნუ მამუკა არის ადამიანი, რომელიც ბელორუსში სწავლობდა და შეისწავლა ეს საქმიანობა და არის ერთადერთი თუ ერთ-ერთი იმ ცოტათაგანი, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც ლიცენზირებული მონადირი არის რა, რომელმაც დახარჯა დრო, ენერგია, რესურსი, წავიდა, ისწავლა და აიღო ის დიპლომი, რომ ის არის მონადირი. ახატავედ, ანუ მონადირეთ მცოდნე არის რა, ნადირობად მცოდნე. ნადირობად მცოდნე არის და აქედან გამომდინარე ძალიან მაღალი დონის სერვისი მივიღეთ ჩვენ, როგორც მეგობრული, ასევე პროფესიონალურ დონეზე რომ მივუდგეთ. მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა რო გამოვრიცხოთ, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ძალიან ნამდვილად ბატონ მამუკას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარი არის, მართლა აბსოლუტურად ყველაფერი იყო აწყობილი საათივით მის ირგვლივ, მის მიერ. და მადლობა ამისათვის რა. კარგი, შემდეგი პუნქტი რა გვაქვს? შემდეგი პუნქტი გვაქვს, რახან ამ მეურნეობებზე და ამ ტექნიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ და რახან გვაქვს საშუალება მე და შენ რომ შევადაროთ. ხო, წინა ჯერს რომ შევადაროთ, არა, ალბათ. კი, გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. მაშინდელი შენობა, ნაგებობა, მომსახურე პერსონალი კვება. მოდი აი ეს კრიტერიუმები კონკრეტულ მოსაზრებას დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ შენიც დაემთხვევა, მაგრამ მე ჩემსაც გეტყვით ყოველ შემთხვევაში, რა. მე მგონია, რომ ვიყავით უფრო მაღალი დონის სამონადირეო მეურნეობაში და მოდი ბარემ აქვე ხაზი გაუსვათ, რომ სამონადირეო მეურნეობები ბელორუსში არ არის კერძო, ანუ ეს არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი, რაღაც თავისებური სახელი აქვს. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს სიპია რა დაახლოებით რო აგიხსნათ და არ არის ისეთივე კერძო, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ან თუნდაც საქართველოში გრძელვადიანი არენდით რომ გვაქვს აღებული მეურნეობები. უფრო მაღალი დონის იყო, ინფრასტრუქტურა უფრო კარგი იყო, მომსახურე პერსონალი უფრო მეტიც იყო და უფრო მობილიზებული იყო და ორიენტირებული სტუმრების კეთილდღეობაზე და კმაყოფაზე. ძალიან მომეწონა იეგერების სამსახურიც, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი მუშაობის ტაქტიკა და პრინციპი, დამოკიდებულება, წინასწარ გაისროლე, იარაღი მოიჯინე, ანუ საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდათ ეს ყველაფერი დაყენებული, თუმცა არც იქ იყო ცუდად, სადაც პირველად ჩავედით რა. უბრალოდ აქ უფრო აი მარილ მოყრილი იყო, პეწიანი ასე ვთქვათ. სხვათა შორის ის უნდა აღინიშნოს ჩემო გოგა მაყურებლისთვის, რომ ჩვენ ახლა გაცილებით უფრო ახლოს ვიყავით დედაქალაქთან და ალბათ ესეც რაღაცა გარკვეულწილად მოქმედებდა ამ ცივილიზაციის აღქმაზე. მე ესე ვფიქრობ. თუმცა პირობები ყვება იეგერების მუშაობა იქაც ძალიან მომეწონა, ბიჭები თავდაუზოგავად იყვნენ. უბრალოდ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ინფრასტრუქტურა და შეიძლება ასე ვთქვათ, მასპინძლების კეთილგანწყობის უფრო მაღალი დონე იყო, საერთო ჯამში უფრო მეტი ქულა მე პირადად დაუწერე ამ მეურნეობას. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა მაყურებელს ალბათ აწუხებს, იმიტომ რომ მოგწერეს კიდევაც. კერძო იყო ეს მეურნეობა, არ იყო კერძო, მაგაზე ვილაპარაკეთ უკვე, მაგრამ შემოღობილი იყო თუ არ იყო? ანუ ველური იყო ეს ნადირობა? ანუ შემოღობილი არც ერთი მისხალი არ ყოფილა იმ ტერიტორიების. საკმაოდ ვრცელი ტერიტორია იყო, ანუ ჩვენი სამონადირეო სახლიდან მე მგონი სადღაც 18-20 კილომეტრი იყო ყველაზე შორი ადგილი, სადაც ჩვენ გავედით, რაც პრინციპში არ არის ცოტა რა. რამოდენიმე ლოკაციაზე ვინადირეთ, ყველაზე ახლო ალბათ 10-12 კილომეტრი მაინც ხო ვიარეთ მინიმუმ ყველა ვარიანტში რა. და ყველაზე შორია ესე დაახლოებით 20 თბილისის საგურამოს ხელა მანძილებზე მაქვს საუბარი რა. ბელარუსში ნადირობა ზოგადად ყველა მეურნეობაში, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ნადირობა, აბსოლუტურად ყველგან იყო ველური და არსად არ არის ხელოვნურად, ასე ვთქვათ,
მიღწეული ეს სიმრავლე. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოღობილები არ აქვთ, მათ აქვთ რაღაცა თავიანთი ტერიტორიები აღნიშნული პირობით რუკაზე, ასე არა, რომ პირობით ვთქვათ რა. რუკაზე და როგორ იცის, არის, რომ რაღაცა ტერიტორიამდე შეუძლია მან ინადიროს და იმის მერე უკვე სხვა იმის შემდეგ უკვე მეურნეობას მეურნეობა არის და ეკუთვნის. დაგვანახეს კიდე თუ გახსოვს ეს მომენტი გზაზე რო გავდიოდით, გითხრეს რომ აი მარცხნივ ჩვენი სანადირო მეურნეობა არის, მარჯვნივ რაღაცა სხვა სანადირო მეურნეობა არის. ჩვენ პირველ განხილვაში, ბელორუსის პირველ განხილვაში ვთქვით და თუ სწორად მახსოვს, აღნიშნეთ ციფრიც, რომ დაახლოებით 180 სანადირო მეურნეობა არის. 180 ნაწილად არის მთლიანად ქვეყანა ბელორუსი დაყოფილი და 180 სანადირო მეურნეობა არის. აი რამე ახლა აქვე კიდე აღნიშნო. ჩვენთან საქართველოში მეურნეობები როგორც წესი შემორაგულია ხოლმე და დაკეტილი არის. და აი მათთან რა გითხრა ახლა? ანუ მე იმას გულისხმობ რა, რომ ეხლა შემოღობილი არის. ხო, ტერიტორიის შემოღობა მე მაგალითად უმრავლესწილად. ფოლადაური ვიცი, ნადირული ვიცი, უფრო სწორად შემოღობილი რო არის. რატო მაგალითად ბატონ თემურ ტყმალაძესაც აქვს შემოღობილი. რაღაც ნაწილი, სადაც მაგალითად სადედე ღორები ყავს, მთლიანად ტერიტორია უზარმაზარი არის და ანუ პატარა სეგმენტია იქა შემოღობილი. გახსოვს შენ ჩვენ ბუდაპეშტში რო ჩავედით, სამონადირო მეურნეობას მქონდა ძალიან დიდი ტერიტორია და 10 კვადრატული კილომეტრი ქონდა შემოღობილი. რაც პრაქტიკულად გიტოვებს იმის განცდას, რომ არ არის შემოღობილი, იმიტომ რომ 10 კვადრატული კილომეტრი, ну, აი, საერთოდ არ არის ცოტა, მოდი ესე ვთქვათ რა. რა თქმა უნდა. ათასობით ჰექტარზეა აქ საუბარი რა. მიუხედავად იმისა, რომ შემოღობილი ქონდა მეურნეობას და ამ შემოღობილის ირგვლივ კიდე ვთქვათ 10-ჯერ მეტი ტერიტორია ქონდა თავისი, აქაც განცდა, რომ აი ზოოპარკში ნადირობ არანაირად არ გაქვს. რატო დავსვიცი ეს კითხვა, გოგა, არის მოსაზრება მაყურებელში ესეთი, რომ მაგალითად არ შეიძლებაო, რომ საერთოდ ღია იყოსო მეურნეობებიო და არ იყოსო შემორაგულიო, როგორც ჩვენთან საქართველოში არისო, მაგალითად შეზღუდული ვერ გიშვებენ. ხო ხედავ. კაცი ცდილობს, რომ შემოფარგლოს, გაამრავლოს და ბრაკონიერები ხობეს უჭრიან და შედიან და ხა სამწუხაროდ ქართველი კაცის ზოგადად ალბათ ჩვენი მენტალობა და მონადირის მენტალობა არ არის იმ დონემდე მისული, რომ ადამიანი რო აკეთებს რაღაც თავის კერძო საკუთრებას, ну ადგილობრივები არ ეპუებიან. თან იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ბატონი თემურის შემთხვევაში მალენ არ კერძო საკუთრება არცაა თან. არა, ხო, არენდით არის აღებული, მაგრამ იქ ღორი არ ყოფილა ტერიტორიაზე და ამ კაცმა ჩაიყვანა და გაამრავლა. და აი ამ ღორებზე ედავებიან კიდე და ამ ღორებს უკლავენ და ხო ხშირად არ ესმით ხოლმე მოკლედ ეგ ამბავის და იმასაც ალბათ ვერ ხვდება ძალიან ბევრი ალბათ რატო ხდება დაცული ტერიტორიების ასე ვთქვათ რაღაცა გარკვეულ წილად ქებადიდება. რატო? იმიტომ რომ იქ ხდება ზუსტად გამრავლებას და ყველაფერი და მე გადადის სხვაგან სადაც მე ჩვენ ვნადირობთ ხალხი რა ამას უნდა შევეგუოთ ცოტა. თუმცა ეს შემორაგული ტერიტორიები და ასე ვთქვათ დაცული ტერიტორიები მაინც აღიზიანებს მოსახლეობას რა იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობითაა ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ სწორად იცირაშია საქმე მე მესმის რომ ადამიანი მეც შენც მათ შორის შეჩვეული ვართ რომ სადაც გვინდა მივდივართ ნადირობთ რა თუ გვინდა რომ ნადირფრინველი გამრავლდეს ამ ქვეყანაში და რაღაც ცივილურ ნადირობას შევეჩვიოთ რაღაც დონეზე მცირე ნაბიჯებით უნდა მივეჩვიოთ რომ რაღაცები შეიცვლება მაგრამ შეიცვლება უკეთესობისაკენ და შეიძლება დღეს მე და თქვენ რაღაც მცირე დისკომფორტი შეგვექმნას მაგრამ ხვალ ამ დისკომფორტიდან გამომდინარე უფრო მეტ კომფორტულ პირობებში აღმოჩნდებით და მე პირადად მაქვს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და ღია ვარ და მზად ვარ პოლემიკისთვის და სასაუბროდ თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება მიუხედავად იმისა რომ არ არის შემორაგული ტერიტორიები ლიცენზია გქონდა ჩვენ ირემზე რომელიც არ შევხვედრია საერთოდ ხო კი ბატონო მოდი ესე ვთქვა ერთ-ერთი კიდევ ხაზგასასმელი მომენტი არის კი ლიცენზია გვაქვს მეურნეობას აწყობს რომ ჩვენ მოვინადიროთ მაგრამ ფიზიკურად ვერ მოხერხდა მისი აღმოჩენა ხო ანუ რამდენად რეალურ სიტუაციას აწყდები ადამიანი რა ღირდა ირემი გახსოვს ირემი მახსოვს რა ღირდა უფრო იაფი ვიდრე ლოსი
ანუ ირემის მონადირება თავისუფლად შეგიძლიათ 200-250 ევროს ფარგლებში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველაფერი დამოკიდებული არის სატროფეო ღირებულებებზე, ქებზე, გამოშვებულ ტოტებზე, რქების წონაზე და ასე შემდეგ. საშუალო სტატისტიკური ღირებულება რო აიღო და რო შეადარო 250-300 ევროდ გადასარევ სანადირო ეგზემპლარს მოინადირებთ. მაგრამ როგორც შენ აღნიშნე მარლენ, პრობლემა ბჭყალებში, პრობლემა, ნუ ჩვენ შემთხვევაში ესე იყო, წავაწყდით რას, რომ ვერ ვნახეთ ირემი. პირველ დღეს წავედით და მოვინადირეთ ლოსები. მერე ვთხოვეთ, რომ ირემზე გვინდა ნადირობაო და ნუ ირემი ცოტა სხვა ლოკაციაზე არისო, ლანდშაფტიდან გამომდინარე და საკვები ბაზიდან გამომდინარე და წავედით იქ და იქაც ვნახეთ ლოსი. და მესამე დღეს, როდესაც წავედით და უკვე ამოღებული გქონდა ჩვენი ლიცენზია დაფარული იყო და აღარ გქონდა ლოსის მონადირების უფლება და გქონდა მხოლოდ ირმის, იქაც გამოვიდა ლოსები და გადაღებული არის ეს კადრები, თქვენ იხილეთ. ზუსტად გვერდზე 15 მეტრში ნომერში როგორ გამოდის ლოსი და მხოლოდ და მხოლოდ გადავიღეთ, იმიტომ რომ ნუ სროლის უფლება აღარ გქონდა და დავტყბით იმითი ეს შეშინებული ლოსი გახარებული როგორ მირმის აქედან თუ არ ვწდები ვაჟა ედგა, იქიდან გიორგი ედგა და თავისუფლად შეეძლოთ რომ შამპურზე წამოწმულიყო საღამო ჟამს. მაგრამ შამპურზე მახსენდება ხახნო, კვება იყო საოცარი. კვება საოცარი იყო სხვათა შორის იქაც. ქალბატონი შარშანდელ ანია თუ ვენა თუ რაც აღარ მახსოვს ხო რა ერქვა იმ ქალბატონს, მაგრამ მართლა გადავყვა მაშინაც და ეხლაც ეს გოგონები გადავყვნენ თან რა. კიდევ ერთი საგულისხმო რა, აქაც ნახე family business-ი, ანუ როგორც ევროპაში ვამბობთ, საოჯახო ბიზნესი არის, აქაც პრაქტიკულად იგივე დატვირთულობით მიდის, იმიტომ რომ მეუღლე იყო მთავარი იეგერი, კაცი, რომელიც ჩვენ გვემსახურებოდა, ანდრეი, მისი მეუღლე იყო სვიტლანა, რომელიც აი ამ სამზარეულოს და იმას კურირებდა და მათ კარგად დაგიმახსოვრებია სახელი, მე აღარ მახსოვდა. კი, კაცო, რას ლაპარაკობ და ამათი ბიძაშვილი იყო კიდე ერთი ქალბატონი და ერთი ბატონი, ვინც გვეხმარებოდნენ აი რაღაც საოჯახო საკითხებში და იმის თქმა მინდა რომ ოჯახები არის დასაქმებული და ოჯახებს აქვთ საშუალება, შენი მეუღლე ეკავს. უთხარი რომ ჩაწერა გვაქვს, არა გვცალია. ქალბატონო მარინა, ჩაწერა გვაქვს და გადმოგირეკავთ ბატონი მარინა. ხო, მოკლედ, იმის თქმა მინდა ხახნო, რომ ამ ქალბატონის დახვედრამ მე მაგალითად მომხიბლა რა. ჩემზე ხო მოახდინა ძალიან კაი შთაბეჭდილება, კაი ლექსიც ითქვა, ლამაზადაც დაგვხვდნენ, იცოდნენ რომ ცივა და გვესიამონებოდა თვითონ ჩიკა ალკოჰოლი ასე რომ თქვა და კომპოტი მისაღებდა. კომპოტი და არაჩვეულებრივი ლოსის პატარა ისინი იყო კიდე და ქვია ბუტერბროძიკები ასე რომ თქვა რა გადასარევი იყო. რა ყვება შევეხეთ მე და შენ მოდი რა აქვე ხაზი გაუსვათ ეს ჩვენთვის უცხო არ იყო მაგრამ ქართველი მონადირისთვის უცხო არის ცოტა სხვადასხვა ტრადიციები გვაქვს ჩვენ ქართულ მონადირეებს და თუნდაც ბელორუს და ევროპელ მონადირეებს ნადირობის დროს კვებასთან დაკავშირებით. ნადირობის დროს კვებამ მე გამაუცა. მე მიჩვეული ვარ რომ შეგვიძლია ჩვენ ან კაპოძევე გავაკეთოთ ან უცბად რაღაც ძალიან გვიყვარს და ვხიბლავს და ქართული ტრადიცია არის და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ცალსახად ნადირობის და მივესალმები. მაგრამ იყო ისეთივე ლოკაციები, რომლებიც ჩვენთან საქართველოშიც მე უკვე ვამჩნევ რომ გვაქვს. ჩვენ მქონდა რამოდენიმე ნადირობა საჯავახოში, სადაც შენ მიგვიყვანე ძალიან კარგ ლოკაციაზე, სადაც უკვე გადახურვაც იყო, ყველაფერი იყო და აქაც მსგავსი იყო, მაგრამ განსხვავებული იყო იმისა ქართული ვარიანტისგან ის, რომ იქ თვითონ გემსახურებიან რა უკვე. ანუ ეს ქალბატონები, რომელიც მე და მარლენმა ვაკეთ და ვადიდეთ, სანამ ჩვენ ნადირობთ და პირველ მორეკვას ვაკეთებთ, პირველ და მეორე მორეკვას შორის დაახლოებით საათი-საათნახევარი ვისვენებთ და ხდება შემდეგი რამ, რომ მოდიან მომზადებულები ქვაბებით, ჭურჭლით, ცეცხლით, ნავთით, რა ვიცი, ყველაფრით რა და ცხელს ადგილს გვახვედრებენ. შეში, ნუ შეშატყეშია, მაგრამ დაჩეხილი ხო? გალამაზებული. იმისი თქმა მინდა რომ პირველი, ანუ წვნიანი აუცილებლად, მეორე ეს დაჭრილი ძეხოულობა, ყველაფერი გამზადებული ლამაზად და ასევე დესერტი თავისი ჩაი, ყავა, ყბილულობთ. ანუ
სრული პაკეტი გაქვს კვების მინდა გითხრათ შუაგულ ტყეში თოვლში სიცივეში გვხვდება ესეთი ადგილი რომელიც უკვე გამზადებული არის სითბო არის ცეცხლი დანთებული არის ტაფადევს ქვაბიდევს და აი ნუ რაღაც კომფორტში ხარ რა რაღაც თავისი პლუსი ნამდვილად აქვს ამას და სადღაც გებულობ ფულს რაში იხდი რა ხო და რაღაცა მომენტში გაწყობასაც კი ქმნის რა თუ მოვინადირებ ხო კაი თუ არა და უკვე ბაძღარი ხარ რა კარგი იყო მართლა დაუვიწყარი დრო ვატარეთ დაუვიწყარი თუ ვინმეს არ გინახავთ ხახნო ეს გადაცემა ძალიან გთხოვთ ნახეთ ისი ამოვნებთ დამიჯერეთ მანქანებზე ხო მანქანების თემა ეს არის ამოუწურავი თემა არის რა თქვენ გახსოვთ რომ პირველ ვიდეოში მე და მალენი ხუმრობდით და ვღადაობდით იმაზე რომ დაგხვდნენ ამ ტაბლეტკებით ანუ ეს ძველი რუსული მანქანები არის სამწუხაროდ ისო ბელორუსში ხოჩში რაღაც ვერ წავიდნენ განვითარებისკენ მაგ ხრივ აქაც ეს მეურნეობაც არ იყო გამონაკლისი მიუხედავად იმისა რომ ყავდათ ასევე პიკაპები და უცხოური მანქანები მაინც ორი ეს ტაბლეტკა ყავდათ თავისი ამ ფურგონით და ამბებით და წინა ბელორუსისგან განსხვავებით არ ჩავრჩით გაგვიმართლა რა მაგრამ აი ვერ აცდნენ, რასაც ქვია, როგორც კი დავინახე, ეს ტაბლეტკა ეგრევე მალე ვთხარი, რომ ბელორუსში რო ჩამოდიხარ, მზად უნდა იყო ამისთვის. მე მაინც მაკვირვებს ერთი რამ ხახნო რა, ეხა დედაქალაქთან ახლოს ვიყავით, გადავდიოდით რაღაცა იქ ცოტა დასვენებაც გქონდა, გართობაც გქონდა, ხო და იმის თქმა მინდა მოკლედ რა, რომ ცივილურია სამყარო ხედავთ ახალ მანქანებს, მათ შორის ელექტრომობილებსაც, მაგრამ ამ დროს მეურნეობაში რა თქმა უნდა წილი ვერ მივდივართ. ხო შეიძლება რაღაცა ელემენტარული სხვა ტიპის მანქანა ყოფილიყო. ყველაზე საინტერესო თან რა არის, იცი ვიკითხებ ასები. ანუ არ გეგონოთ რომ ეს იმის გამო არის, რომ კარგად იაფი მაგალითად და რუსული წარმოება ბევრად უფრო იაფი უждებათ. ეს მანქანები მოკლედ ესე ვთქვათ რა. ჩემი Pathfinder-ის, ჩემი იმის რა ქვია, Toyota-ს ფასი კი იქონდა იმას. ანუ მაგას ვამბობ რა, იმ ფასად მაგალითად შეუძლიათ რომ იყიდონ უცხოური წარმოების ჯიპი, Toyota იქნება ეს, Nissan იქნება, Mitsubishi იქნება, აძლევს ფასთან ამპლიტუდა ამის საშუალებას, ცოტა უფრო ასაკოვანი მესმის რომ წლებში განსხვავება იქნება, მაგრამ ბევრად უფრო კომფორტული, მაგრამ არა, ის მაინც აი რაღაც მათია მე მგონი რა და შენ გახსოვს უნგრეთში რო ჩავედით, იქაც რო დაგხვდა და რო გაგვიკვირდა და რო ვიკითხეთ და ნუ იქ ლოგიკური ახსნა ქონდა, იმიტომ რომ 32 წელი არისო იმ გოგონამ, რაც მამაჩემა ეს მეურნეობა დაიწყო და ხო, მაგას ვამბობ, ანუ ეგ იყო 90-32 წელი, ხო ხვდებით 91 წელს შეიქმნა თუ 12 წელს ის მეურნეობა და იმ დროს მესმის ახლა კიდე. და ინახავენ როგორც სუვენირს და ხორცი გადააქვთ და გადმოაქვთ და აქ ну, მოკლედ ჩემთვის ეს მაინც აღადაო თემა არის რა. ხორცის გადატანაზე გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო რამეს ხახნო. ხორცი დავტოვეთ ძალიან დიდი რაოდენობით. თუმცა ასეთივე კარგი რაოდენობით ვეცადეთ რომ წამოგვეღო, მაგრამ ეს იყო ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც იქ ჩვენ დავტოვეთ. ხორცის გემო როგორი იყო თქვი? ხორცის გემო როგორი იყო, იმედია რომ კულინარიის გადაცემაში ნახეს ხალხმა და მოდი ცოტა განვავრცოთ ეს ხორცის თემა მალე რა. იმიტომ რომ ჯამურად მოპოვებული ჩვენს მიერ იქნა საშუალოდ ტონა ნახევარი ხორცი. ანუ 5 ლოსი და 1 შველი იყო. მგონი მეტიც გამოვიდოდა. ტონა ნახევარი გონი ბოლოს დავტოვეთ. დარბილებულს გულისხმობ, ანუ ტყავი, თავი, შიგნეულობა და ძვლები მოვაშორე, ასე ვთქვათ რა. საშუალოდ იყო ტონა ნახევარი ხორცი, რასაც ქვია რა. ჩვენ ვიყავით 11 ადამიანი და თუ არ ვწდები, სადღაც დაახლოებით 12 კილო წამოვიღეთ. ანუ პირდაპირ გითხრათ, ამოვაჭერით სუკები, ჩალაღაჯები, მე, მარლენმა, ბატონი მამუკა დაგვეხმარა ძალიან. ირაკლი წვერავამაც მონაწილეობა მიიღო და ვაჟამაც, დანარჩენებმა იყალთა ბანდეს, ჩვენ ხარჯზე გადავიდნენ, სანამ ისინი ცხელყავას მიირთმევდნენ საუნაში. ჩვენ მე გადაფუთვაში ვიღებდით მონაწილეობას, ჩემო გოგა. გადაფუთვაში და ნუ მოკლედ. იმის თქმა მინდა რომ ნამდვილად ამოვაჭერით ის, რაც ყველაზე ისეთი იყო, ეხლა სუკი და ჩალაღაჯი კარგია, ვერაფერს ვერ ვიტყვი ლოსის. გადავახვიეთ და წამოვიღეთ საშუალოდ 12 კილო გამოგვივიდა, რამდენითაც მე ვხვდები რა. და დანარჩენი ხორცი დაუტოვეთ მეურნეობას და იმ სოფლის მოსახლეობაში ვთხოვეთ რომ დაერიგებინათ ახალი მონადირეებისაგან. ქართველი მონადირეებისაგან და ვერ წარმოვიდგენთ რამხელა გამოხმაურება მოყვა ამას.
როგორი მადლიერები იყვნენ, ეს ხალხი ძალიან მადლიერი იყო და ნუ აი სიხარულით და აღტაცებით და დიდი მადლობებით ამ წინა საახალწლოდ მოკლედ გავახარეთ ბელორუსის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ამსგავსებ თუ არა ლოსის ხორცს რამეს? იცი რა, მოდი ესე ვთქვათ რა, ალბათ მაინც ველური ძროხა არის, მაგრამ მე რომ მკითხო საქონელზე უფრო გემრიელი არის. ძეხვი და მაღაზია. მოდი ხაზი გავუსვათ მაგ ამბავს. გვეძლევა თუ არა საშუალება იმისა, რომ მაგალითად ერთ-ერთმა იკითხა, რომ თქვენ რომ მოინადირეთო ეს ყველაფერიო, შეგეძლოთ თუ არა რომ მთლიანად წამოგეღოთო. აქ არის ცოტა სხვა წესი ხალხნო და გოგა ახლა ალბათ გაიხსენებს ეს ამბავი როგორ არის. დავიწყოთ მაშინ. დიახ. დავიწყოთ იქიდან რომ ადგილზევე შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ძეხვის მწარმოებელ ცეხს, ასე ვთქვათ. და თუ თქვენი მონადირებული ლოსი გადაწყვიტავთ რომ მოხმარდეს ძეხვეულის აი რაიმე საკვები პროდუქციის დამზადებას, მოვლენ, წაიღებენ და შეგითანხმდებიან ასე რომ 30-დან 35%-მდე ხორცისას დაიტოვებენ თვითონ და აი ამ ფასში მოგემსახურებიან და გაგიკეთებენ იმ ნედლეულს, რომელსაც შეუკვეთა. და რა თქმა უნდა, შემდგომ ამის წამოღება უკვე თავისუფლად შეგიძლიათ ხალხნო. გამოგზავნაც შესაძლებელი არის, ანუ სამწუხაროდ წამოღება ალბათ ვერ, იმიტომ რომ დაახლოებით დაახლოებით 2-3 კვირა ჭირდება ამ პროცესს რომ პროდუქტი ჩამოყალიბებულ ფორმაციამდე მივიდეს, მდგომარეობამდე მივიდეს და გამოგიგზავნიან. რაც შეეხება მაღაზიას, არის ბელორუსში მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ნანადირევის პროდუქცია ისე როგორც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში და რაც ყველაზე საგულისხმო არის, თუ მე სწორად მახსოვს, ბატონ მამუკა შილაკაძეს ჰქონდა ეგეთი იდეა და ალეკო ლუხავას, აპაჩის ალეკოს რა, რომ რა გახდაო საქართველოში ერთი მაღაზია გავაკეთოთო სადაც მომხმარებელს, მონადირეს, არამონადირეს მომხმარებელს ეცოდინება, რომ არის ნატურალური სუფთა ხორცი ნანადირევის. აი მაღაზეს სუფთა და მაღაზე გემრიელი მე ვერ წარმომიდგენი, მე პირადად მგონია რომ ნანადირევი არის ყოველთვის ყველაზე გემრიელი და სუფთა. ესეა კაცო, რა თქმა უნდა. ყველანაირი ნიტრატების და პესტიციდების გარეშე რა. იგივე შენ კითხვას რომ დაუბრუნდე, რომელი უფრო გემრიელი იყო. ნამდვილად უფრო გემრიელი ლოსი იყო რა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული არის და ალბათ ესეა რომ ნანადირევის ხორცი ცოტა უფრო შეიძლება უხეში იყოს. კონკრეტულად ლოსის შემთხვევაში ნუ ნაკლებად რა და ეს წიწვოვანიც იგრძნობოდა უფრო ცხიმიანი კი არ იყო რაღაც ანუ ხორცში გამჯდარი ცხიმი ქონდა რაღაცნაირი. მოკლედ გადასარევი გემრიელი ხაშლამა გამოგვივიდა, გადასარევი გემრიელი მწვადები გამოგვივიდა სუკის და ნუ ძეხვეული ხო არის და არის რა თქმა უნდა. და ჩვეულებრივი შეჭამანდიც მოვამზადეთ საქართველოშიც. კი ბატონო. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ამინდზე, რა ამინდი დაგვხვდა. ხო, ამინდი ფანტასტიკური დაგვხვდა, მე რომ მკითხო და ვამბობთ კიდეც რომ აი მონადირული სუსხით და თოვლით დაგვხვდა. ამინდი თქო და ძალიან ლამაზი იყო მეურნეობაში რომ მივედით, მაგრამ ჩემდა გასაკვირად. ეს რომ თბილისი ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჩემთვის ნორმა და ჩემდა გასაკვირად ბელორუსში მეორე დილით გავიგუძეთ და გადათეთრებული რო დავწოვე ღამე ყველაფერი დამხვდა პრაქტიკულად გადაშავებული. ანუ ის ახალ დადებული თოვლი თან მინუსი იყო, კაცო, ანუ ჩემს ახმაში ვერ ჯდება. შემომაშველეთ რაიმე ლოგიკური ახსნა ვინ ერკვევით ამინდის პროგნოზებში რა მეტეოროლოგები მიხართ არა ძმაო მინუსი იყო რა თბილოდა მინუსი შეძინა იმ მომენტში ალბათ დათმა თორეება სხვანაირად როგორ აი მაგას ვამბობ მაგრამ ვერ ხსნი რა მოთოვა გადასარევი ფაფუკი თოვლი იყო მე და შენ და ბიჭებმა ვისაუბრეთ რომ ახალი კვალი იქნება გავიტანთ ნადირობას გაგვიმარტივებს და დაგხვდა ეს ახალი დადებული თოვლი აღებული თუმცა ძველი თოვლი ისე ვიდო თავისთავად ალაგ-ალაგ მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ ამით შეიძლება რომ დავასრულოთ კიდევაც გოგა ამ თემაზე ლაპარაკი და თუ რამე შეკითხვები გექნებათ ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ისარგებლეთ ჩვენი ვიდეოს ქვევით კომენტარების წერის საშუალებით, მოგწერეთ, ვეცდებით გიპასუხოთ. თუ იქვე ვერ გიპასუხეთ რაიმე ისეთი კითხვა იქნება, ვეცდებით მე ცალკე კიდე გადაცემები ავაწყოთ ამ კითხვებზე. ან ლაივში მოგწერეთ, ლაივში რო გავდივართ ხოლმე ჩვენ ღიავართ ყველა თემებზე სასაუბრო. გვეპარება ლაივში მოწერილები და ხო, ნუ ახლა მაგაზე ყოველთვის ბოდიშს ვხდი მაყურებელს, ეხლა შემიძლია წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ, სტრიმი ისეთი სიჩქარით მიდის, რომ ბევრს ვერ ვნახულობთ, მაგრამ ნუ ლაივშიც მოიწერეთ, კომენტარებშიც მოიწერეთ.
ვეცდებით რომ როგორც კი თვალს მოკრავთ აუცილებლად რაც შეგვეძლება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში პასუხი გაგცეთ. ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ ძალიან ვთქვათ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება ეს არხი სხვანაირად ვერ ვითარდება თუ არ იწერთ ჩვენს გადაცემებს. თუ გიყურებთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარით. და PS დაადაბა იცი მე და შენ ამ განხილვაში უშუალოდ ნადირობა არ განგვიყვავს. მაგრამ თუ დაგაინტერესებთ ესეც მოგწერეთ და სადმე დაუთმობთ ამასაც დროს. კარგად. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.